შუა დღეს აღავა მშვიდობის. როგორ ახართ? გოგოებო, კაცებს არ მოვიკითხავ, იმიტომ რომ კაცები ქალების ხარჯზე ყოველთვის კარგად არიან. ეს თეორემა არ არის აქსიომა და არავინ შემომედაოს. მაღაზიაში ვიყავი, ეხლა შემოვედი და დავეყუდე. ისეთი შაბათი მაქვს. ცუდი. ხო და არ გადაგდებთ ამ ჩემ ცუდ შაბათს და შევეცდები რომ ისეთი ვიყო რა. სახეზეც მეტყობა, რომ არ ვარ ხასიათი. პირველი რასაც გავაკეთებ, გამოვიწრო პირიდან, რასაც სულ ვაკეთებ. ანუ ყბის პრობლემა მაქვს. აი აქ მიტკაცუნებ და ხრტილის განლევა მიდიოდა თუ რაღაც მოკლედ. და ერთმა ჭკვიანმა ექიმმა მითხრა, თუ საღეჭე რეზინი გიყვარს ამ პრობლემას მოიგوارებ ძალიან მარტივადო. ხო და ვენდე და მის მერე საღეჭე რეზინი გამთენიიდან დაღამებამდე სულ ჩემთან არის და ткაცუნმაც გამიარა. რაღაცა ნამეტანი ნათელში ვართ. იყოს კაი. სანამ რა ვიყიდეზე გადავალ. განვიხილოთ რამოდენიმე კომენტარი. ჯერ დიდ მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ ფოკუსირება უჭერს ჩემ ტელეფონს. ჩემთან ხართ, რომ ასეთ კომენტარები მივიღე, რომ გამიზიარეთ თქვენი დამოკიდებულებები, შეხედულებები, რაზეც უღრმესი მადლობა. ხო და ეხლა როგორ იქნებოდა ისე, რომ არ გამომხდარიყო ვინმე და არ ეთქვა, რომ რაიმე საინტერესო. ხო და დაწერა, არ ვიცი, გოგონა აქ ალბატონია თუ ვაჟბატონია, ასეთი რამ დამიწერა, რომ ნეტა არ ატრაკებდეო. გავუწდი. მაგრამ გამახსენდა ეგრევე ის ანეკდოტი. გახსოვთ? მოგიყვებით. თუთიყოში ცხოველები რო არიან თვითმფრინავში. და თუთიყოში ასე ხტუნავს თვითმფრინავში. მგონი თუ სწორად მახსოვს, მიყვარს ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ანეკდოტია. მგონის პილო ეკითხება, რას ეკეთებო? ვატრაკებო. სპილომაც გადაწყვიტა, რომ გაეტრაკებინა და დაიწყო ხტუნვა. რა თქმა უნდა, წონის შესაბამისად თვითმფრინავს თუ ვერტფრენს თუ რაც იყო, გასწრა ძირი და სპილო ჩამოვარდა. თუთიყუშმა კითხა, მიაძახა უფრო სწორად. თუ გატრაკების ტრაკი არ ქონდა, რატომ ატრაკებდიო? ხო და სპილო იქნები შენ? თუთიყუში მე? თუ რაიმეთი ფიქრობთ, რომ მე მომაყენებთ შეურაცხყოფას, ძალიან შემცდარ ხართ, ანუ 80 უკაკუნებ უკვე და ძალიან კარგი შეხედულებები მაქვს საკუთარ თავზე, ესე კარგად. ნათლად. ვერავინ ვერ შემაცვლევინებს აზრს ჩემს თავზე. კიდევ ერთი, რომ ზოგადად ადამიანები ვატრაკებთ. გატრაკება არ არის ცუდი. უბრალოდ უნდა იცოდე ვისთან გაატრაკო. და ვიცი, თუ ხალი ხარ, ან გოგო ხარ, ძალიან სამარცხვინო კომენტარია და თუ კაცი ხარ, ღმერთმა შეგარგოს იყავი ის სპილო, რომელიც ძირს დაენარცხა თვითმფრინავით. შემდეგი ასეთი კომენტარი იყო, რომ ცუდად არ დაუწერია მენახირის ცოლზე იყო გაპროტესტება, რომ თუო თავსო უვლისო ქალიო მენახირის ცოლიაო? არა. მოვლას შორის, ან აქ იყო აბსოლუტურად ჩემზე ლაპარაკი. ჩემი შეხედულებები როგორია. ზოგადად ეგ ძალიან მიყვარს ეგ გამოთქმა და ხშირად ვხმარობ ხოლმე და არ განიხილავს აქ ვიღაცას არ აყენებს შეურაცხყოფას და არც გაბრანჭვა და თავის მოვლა არ არის შუაში. უბრალოდ ფიქრობ, რომ თქვენ სწორად გაიგეთ, უბრალოდ
ვერ მიხვდით რომ რახან ტუჩსაცხი მესვა იმიტომ ვამბობდი მაგას არა როცა ვიან მიწევს ხოლმე მომზადება და ჩემთვის იმდენად რაღაცა მაკიაჟი ცოტა ზედმეტი წარმოუდგენელია როცა ზედმეტი მომიახონე ჩემს თავზე ხალისობასე მე რა უფლება მაქვს ვინმე სწორზე ეს ვიღადაო არა ეს არის აბსოლუტურად ჩემზე და ანუ სწორად გაიგეთ ოღონდ მოვლას რას ეძახით ეგ არის მნიშვნელოვანი და რას ეძახია ძალიან ბევრჯერ გაჟღერებულა ამ სივრცეშიც რომ დაბანვა ტანის და თავის ყოველდღიურ შეიძლება მე ასე ვუგლიჩებ თავს რომ ყოველ დილით შხაპის გარეშე არ გავდივარ არსად ვიტენიანებ ტანს ვიტენიანებ თმას სახეს ვუგლი ძალიან კარგად ვცდილობ რომ ძალიან კარგი საცხები მოვიხმარო გავიკეთო ინექციები წელიწადში ერთხელ ხო რა ვიცი მე მოვლას მაგას ვეძახი ვივარჯიშო ეხლაც ფეხით წავედი იქით დავერეკე დინამოსკენ იმიტომ კი არა რომ საწოლს გავუფრთხილ და არა ვარჯიში ეს მოვიკიდე ეს ჩანთები ეკროყრია და მოვედი ხო ანუ ვინ როგორ ახლა ძალიან მინდა ვარჯიში ან ცურო ან პილატესი ან რაღაცა მინდა რა მოკლედ მაკლია ანუ ხვდები რომ მნიშვნელოვანია ჩემთვის და მინდა და გავაკეთებ მაგასაც ავიღებ ფიტპას და რამოდენიმეს ავიღებ რომ გავტესტო რომელი მინდა თუ რომ მერჩევნია თუ პილატესი თუ აერობიკა თუ ფიტნესი ანუ მე რომ ის თავის მოვლის პირველადი რაღაცები რაც მნიშვნელოვანია ყოველთვის ანუ არ ვხმარობ ცუდ კბილის პასტას არ ვხმარობ ცუდ საბონს არ ვხმარობ ცუდ შამპონს თუმცა აღნიშნავ რომ შეიძლება სამლარიანმა ისე რენდომ ნაყიდმა შამპუნმა აჯობოს ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალ შამპონს და მოგიხდეს თმაზე ნუ მოკლედ მე ძალიან ვცდილობ რომ მოვლილი ვიყო თუმცა ძალიან დათხაპნილი და ზე ნაოჭებში ჩამჯდარი კონსილერებით და ბიბი და სისი კრემებით ხალხი ძალიან მაღიზიანებს აი კოცნა რო გინდა და ვერავის ვერ აკოცებ ხო მოვლაც განსხვავებულია კიდე ვიყო ასეთი ერთი კომენტარი სად გაიკეთე ტუჩიო ეს არის ტუჩი დავუწერე სადაც გავიკეთე მაგრამ ყოველთვის ვიხევ ხოლმე უკან იმიტომ რომ მე ჩემთან თუ გამოვიდა შეიძლება მასთან არ გამოვიდეს თქვენ როცა ასეც მხედავთ ამ ხელა ტუჩით ტუჩის დამშლელი მაქვს ორი წლის წინ გავიკეთე გოგოებო კარგად იცით და სანამ საფრანგეთში წავიდოდი ივნისში გავიკეთე შუბლი ასიმეტრია რომელიც გასწორებაც მინდა ესეჭიროება აქ დარჩენილია ფილერი მეტი არსად ხო დავიყიდეს ამბავი თქვა ყოველთვის ვცდილობ რომ ნუკის კონტური არის ზუსტად თითქმის ჩემი ტუჩის ფერი და ეს ასიმეტრია დავმალო ვიხატო რა ვიყიდე Lider Foodies სოსისი ნიკარო მოვადგაც უნდა სპეცი 9 და 9. გვერცხი კოდა არ მახსოვს რამე ვეცი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ფასათმობით ავიღებ 1 4 და 15
კარგი. 7 და რაღაცა. არის, ჩემი სამსახურის რაღაცებია. ეს პირდაპირ პატის დავა. ამას გაჩვენებთ, იმ ხსნარს ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ის ძალიან სპეცდანიშნულების არის და თუ გავაზიარე ასე არ გამოვა. გრასის კომპანია არის. ძალიან კარგი ვინმე. თუ არ ცდები რუსულია? ხო, რუსულია. მაგრამ მაინც კარგია. რა ვიყიდე ფრესკოში მე ყავა არ მაქვს დაწავედი. უშაქროზე ვართ მე და ნიკოლოზი. რას ნიშნავს უშაქროზე? უბრალოდ შაქარს არ პედალობთ. ჩაისზე გადმოვიდა უშაქროზე, თორე ყველაფერს ძალიან კარგად ჭამს და ხრავს ტკბილს. ასეთმობით იყო 2 და რაღაცად. გაუდას ყველი 14 ლარი და ანუ კარგი ფასტოკლება ქონდათ. ბეიბი კიტრები 2 და რაღაცა. დავუქვათ ეხლა მე ამას დავუქვავ მოსვლად. თან შევალაგებ ამ ყველაფერს. იქამდე გაჩვენებთ. ესე თქვენ ხო გაჩვენეთ რაც მომიდა. და ნახეთ როგორ სამეგორი აბა. ასეთი ნამდვილი მარგალიტები მქონდა. რომელიც აი ასე გავკეთე პატარა გოგოს. მისი სახელი მოაზე იწყება და ეს ყველაფერი ესე გავულამას. იმეც ვიტოვებ რომ გავხეთ. ცუნამასთან ერთად და ბედნიერი იქნება. კაი, ყავა დავუქვით. წავიდეთ. დავუქვე ყავა და დავდგათ. Was ist Schakaria? Ist das Schoschmis? Chefs. Es ist zu doch ein Magic-Kaschen in da. Du patarash da, ისეთი დაბლიოს. მოდი ძალიან პატარა ჭიქაში დავლიოთ და ძალიან მაგარი დავლიოთ. რაღაც ესეთი მინდა. რაც ამას დაუქვია 70 ლარი მეცი ალბათ 1-3 წლის წინ 3 წლის წინ პარემტოლებს გეციება უყვარვარ შეყვარებული Navonებს
ჩემი ხმაურიც კი მაწუხებს. ნაზად ვურევ. ხოხო. არ ვიცი რა ქვია. ვის გიჭამიათ დაწერეთ. გავსკდი. ამდენი ტკბილი არ მიჭამია. ტეს ქვია, მე მგონი თუ ტეტს. არ ვიცი რატომ მომეწონა. კარამელი ოცხობილა შიგნით ტვიქსის ბიძაშვილი, ოღონდ მე მგონი უფრო გემრიელია. ორნაბიჯი შევიძინე და ძალიან მომეწონა და ეხლა შოკოლადებს ესე ჩაუვარა დღეს, იმიტომ რომ თავდება. ადრე თელავში გრილიაჟზე მქონდა. გახსოვთ მასეთი ამოჩემება, ანუ რაღაცა დაახლოებით 8 თვე ვყიდულობდი. სანამ არ ვიგრძენი რომ გულისრევა მქონდა, მოიცადეთ ერთი წუთი. ყავა. La 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 da da da. Ay, vedete. რაღაცას ვეძებ და თან ყავას ველოდები და მგონი ძალიან გავერთე. ასეთი ცოტა დავადგიდა. რაღაცას მოვაკოპირებ. Copina. ცოტა ყავა. მე დაგემშვიდობებით. კეთილი შაბათის სურვილებით. გაგვატარეთ ვინც ვატრაკებთ და გატრაკება გვინდა. გავიბრანჭოთ, ვისაც გაბრანჭვა და თავის მოვლა გვინდა და რა ვიცი ხალხო.
ვიცხოვროთ მეგობრულად, მიყვარხართ.